მაგარი სიახლის გიბრუნდებით მეგობრებო, Spider-Ghost ძალიან ფიქრობ ბომბა და საინტერესო მოდელები ჩამოვიტანეთ. ეხლა გაგიზიარებთ ყველა სათითაოდ. და კიდე სიურპრიზად რამდენიმე დღეში, ანუ ორი შეკვეთა გავაკეთეთ რა. კიდევ ჩამოგვია Spider-Ghost ახალი დანები და იმის ვიდეოს ცალკე შემოგთავაზებთ. რაღაც ვარიანტში კარგიცაა ბევრი ერთად, აქ არის ახლა 10 მოდელი წარმოდგენილი და ვფიქრობ სრულიად საკმარისია. ეხლა გავიაროთ, მოდი სათითაოდ. აი მიყვეთ ნაპირიდან პირველივე ძალიან კარგი მოდელი დაიწყო Manix 2 და არ არის ეს სტანდარტული Manix-ი მეგობრებო, არ გაქვს custom ტიტანის ანოდირებული სახელური, ტიტანის ანოდირებული საკიდი, Rex 45 ფოლადი, შავი დაფარვით. Rex 45 როგორც ვიცით ჯანგვადი, მაგრამ ძალიან ძლიერი ფოლადია, მისი სიმტკიცე 67 როკველამდე ადის და ეს საოცრება და შავი დაფარო კარგია, ფერს აღარ შეიცვლის, რაც არ უნდა ვიხმაროთ, უკვე პრაქტიკაში ძალიან კარგი იქნება, მექანიზმი საოცარი შეატყობთ, ნახეთ როგორ მოძრაობს. მაგარია, ძალიან კარგი და სასიამოვნო მოდელია. ეს უკვე გახლავს Spider-Ghost Tecno 2, აი ესეთი მცირე ზომის, მაგრამ ამ დროს ძალიან ძლიერი, ბრუტალური საკმაოდ და ესეთი მაღალი ხარისხის დანა რა. ეგრევე ერთი შეხვედრით იგრძნობა ამდანის ხარისხი, როგორც კი ხელში აიღებ გახსნი და დაკეცავ. ნახე ეს მწვანე ხო არაფერ შუაშია, მაგრამ იდეალურად ის ყველაფერი მომწონს ამდანის. ესეთი drop point-ის CTS XHP პირი, ჯანსოს დიზაინით. საოცარი დანაა. ასევე კიდევ ერთი საოცრება paramilitary 2 ყველასათვის საყვარელი მოდელი, ოღონდ ესეც არასტანდარტული, ექსკლუზივი CTS 204P ფოლადით, რომელიც არის სუპერ უჟანგავი ფოლადი, როგორც განხილვებში ამბობენ, ზღვის წყალშიც რომ ჩააგდო ერთი კვირა და ორი კვირა არის ჟანგება, მაგარი დანაა. ასევე ესეთივე არის ჩვენი მეორე პარაც, S45 VN ფოლადი, GT სტარით, აი ესეთი ტექსტურირებული GT, ესეც არ არის სტანდარტული და ფერიც ძალიან მაგარია, რა თქმა უნდა, საოცარი მექანიზმით. ეს კი უკვე Spider-Ghost ერთ-ერთი დიდი ზომის დანა, Yojimbo. CPM 30V ფოლადით, ესეთი ცოტა უხეშად დამუშავებული GT-ით, სამაგიეროდ ხელში იდეალურად ზის რა, არ მოძრაობს არანაირად არ სწყდება. აი ესეთი საოცარი გრაინდით დააკვირდით უბრალოდ. ვფიქრობ ესეც მაგარი მოდელია, ცოტა დიდი ზომის დანების მოყვარულთათვის. ქალაქის ჯიბის დანოთ ვფიქრობ ცოტა არ იქნება კომფორტული სატარებლად, მაგრამ მანქანაში ქალაქგარეთ ესეთია. ეს კი Spider-Ghost Tenaciousია, ესეც არასტანდარტულია, ესეთი ლამაზი მიკარტის კონფლირებული ტარით. ნახეთ რა ლამაზია, აი ეს ნახრეტები Spider-Hole-თან ძალიან მაგრად ზის, შავი ნახევარი სერეიტორი პირი, როგორც ხედავთ. 8 ქრომი ფოლადი, არ არის ეს ფოლადი პრემიალური, მაგრამ ძალიან კარგია, პრაქტიკულია და სამაგიეროდ ბიუჯეტურია. გადავედეთ Endura-ზე. ოღონდ ესეც არასტანდარტული Endura, One Cliff-ი, სერეიტორი, full სერეიტორი, უფრო ტაქტიკური დანაა ეს. არ ვიცი პრაქტიკაში რამდენად გამოდგება, მაგრამ აქვს რაღაც მიმზიდველი ამდანაც და საინტერესო. თხელი და ესეთი. შედარებით უფრო პრაქტიკული, მეორე Emerson-ის Wave-ით გვაქვს Endura. აი ესეთი, ფოლადი დამავიწყდა ორივე შემთხვევაში იაპონური ვიჯიათია. აი ესეთი თხელი მსუბუქი პრაქტიკული ყოველდღიური ედისია. ეს უკვე Spidey Chef-ი გახლავთ, შედარებით მაღალი კლასის დანა ამათთან. იმათაც არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ აქ უკვე მასალები არის სხვა. LC200-იანი, ტიტანის ტარი. თხელი და ძალიან ისეთი მაგარი ედისი. საოცარი დანა. დამეთანხმებით ალბათ. დააკვირდით კიდევ ერთხელ. ეს დანა ამ მქონდა აქამდე ნანახი და რატომღაც სურათებში მეგონა ყოველთვის უფრო რაღაცა დიდი და ისეთი. ამ დროს თხელია, ძალიან პრაქტიკული. ალბათ ჯიბიდან არ მოვიშორებდი ამ დანას. ასევე კარგი ჯიბის ედისი გახლავთ Para 3-ის. ეს უკვე გახლავთ CPM 4V ფოლადით. 4V ფოლადთანაც არქეორჯერ მქონია. გვეთა და რა ვიცი, ძალიან კარგია და უკვე ინფორმაცია რაც მომივიძიე, 3V-ის გაუმჯობესებული ვერსია უფრო კოროზიამედეგია. არ არის იმისნაირი გამძლე, მაგრამ რბილ ფოლადს ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ პრაქტიკული და ისიც საკმაოდ გამძლეა ესეც. პატარა მსუბუქი, ძალიან კარგი ედისია. ამ Spider-Ghost-თან ერთად კიდევ მოხდა 3 სხვა დანას, ერთ-ერთი არის ეს Riates. ეს მოდელი ადრე გქონდა, უბრალოდ ეს სხვა ფერია, ალუმინის ტარი, არ არის რაღაცა ესეც
სასწაული დანა, მაგრამ მაინც აქვს თავისი ხიბლი რა, გრავიტაციული დანა. ну ფასიც არ არის ზვირი და შესაბამისად ვფიქრობ ყიდველი კმაყოფილი დარჩება. აი უკვე მაღალი კლასის დანა EMP-EDC, ადრე გქონდა ეს მოდელი, მაგრამ ეხა შავი პირით გვაქვს თეთრი იყო მოთხოვნა და ისევ ჩამოვიტანეთ აი ესეთ საოცარი გრაინდით, მაგნაკათი ფოლადი, შავი ტიტანის ტარი, ოქროსფერი ამდირებული backspacer-ისა და საკიდით, ეს ყველაფერი ერთმანეთში ძალიან კარგად ჯდება. ну მექანიკა უკვე ამისი ფიშკა. აი ესეთი მაგარი დანა. და კიდევ ჩამოგვივიდა მინი ბაგაუთი. ბაგაუთი არა ბოდიში, ოსბორნი 940 ბენჩის. ბაგაუთი მომენატრა ისე დიდი ხანი არ მქონია. აი ეს მინი ოსბორნი ძალიან ლამაზი, პრაქტიკული S30 ფოლადი, შავი ჯიათის ტარი, ესეთი ლურჯი ჩანართებით და საკიდით. ძალიან კარგი დანა, ასევე ესეც ყოველდღიური ედისია. როგორც შეამჩნიეთ ეს დანები გვიდეს ესეთ ფოუჩში. ეს ფოუჩები ჩვენ გვაქვს მაღაზიაში გასაყიდად მეგობრებო. ჩვენი გემოვნებით დავამზადებინე, ძალიან პრაქტიკული და ესეთია რა. ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ დანის მოყვარულებს. ესენი არის მარკში და კიდევ მეგობრებო, ჩამოვიტანეთ აი ესეთი დანის სალესები. ეხლა აქვე ავაწყეთ საჩვენებლად რა. აი ესე ფიქსირდება დანები, მოყვება სხვადასხვა ზომის ქვები, ალმასები და ხდება მისი სხვადასხვა გრადუსზე დაყენება და ძალიან მარტივად სახლის პირობებში შეგიძლია მიიღოთ ქარხნულზე ბევრად უკეთესი, უკვე სარკენალესიც კი შეიძლება რომ მივიღოთ რა. აი ესეთი დიზაინებია სხვადასხვა, ესე რეგულირდება მისი გრადუსები. ყველას მოყვება თავისი ქვები, როგორც გითხარით. პატარა ზომის დანა, დიდი ზომის დანა ყველაფრის გალესვა იქნება შესაძლებელი და ფასებიც არ იქნება ზვირი ამ მოდელების. დაახლოებით 150-დან 200 ლარამდე მიიმერყევებს, როგორც გამოთვალეთ რა. ხო, რა ვიცი, დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ვფიქრობ, კარგი სიახლით დაგიბრუნდით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. გაიხარეთ.